ჭყონაგორა ლანჩხუთის ცენტრისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ლამაზი და მჭიდროდ დასახლებული სოფელია. ჩაული ცხოვრებით, ბევრი მოსაგვარებელი, ბევრი მოგვარებული საკითხითაც. პირველი რაც სოფელში მოწესრიგებულია გზა და გამრიცხველიანება. შიდა გზებს თუ არ ჩავთვლით ცენტრალური ტრასა შესანიშნავ მდგომარეობაშია. ახალი მრიცხველებიც ყველა სახლის წინ არის დამონტაჟებული. გამრიცხველიანება არის, ძალიან კმაყოფილი ვართ გამრიცხველიანების, ძალიან კმაყოფილი ვართ. თავდაპირველად მოგვარებულია. სოფელში ჩვენ სტუმრობას დაემთხვა ამერიკული პეპლის შემწამლელი ავტომანქანების მოძრაობა ჭყონაგორაში. შესაბამისი ტექნიკით მხოლოდ ეზოების წინა მხარე შეიწამლა, რაც მოსახლეობის თქმით პრობლემას უერწყებს და მთავარი ეზოების შიგნით დამუშავებაა. ახლა დაიწყენ აგერ შეწამლენ, უკეთ არის ბევრი. შესეულია გუშინ ჩემო მეუღლემ ყველაზე მეტი პრობლემა მაგია ჩვენთან. ჭამს მოკლედ ვერ გააღებ კარს. შეყողავენ სახში შედიან ახლა სიცხე დაიროა, ჯერ კიდე არა იმდენი დაწყებული. მაგრამ ასე ჩამეარებენ ქუჩაში, მოწამლავენ, დავლიან, ხო ვიღაით გასო ამბობენ. ეს კი არა. ყველა ეზოში თვარ მეიწამლა. ახლა მე ვცხოვრობ ეგერო მსახურავი ჩანა. კი. იქინი არ ამოვა იქ ასე და არ მოგიწამლავს. როგორც ამ ზოლის ყველა სოფელს ჭყონაგორაშიც აწუხებთ უწყლობა. არის პრობლემა წყლის. საერთოდ გოქს მისი წყალ გოქს იგი არის წყლის პრობლემა არის. ახლა ჩვენ აქეთ ხარეს ოჯახებს ძირთადად ჩვენთვის გვაგამოყვანილი ჩვენი სპეციალურად გაკეთებული გვაქვს და ჩვენ თვითონ გამოყავთ წყლები საერთოდ. და კერძო წყლები გვაქვს, ან თიდან ჩამოყვანილი წყლებით ვართ ჩვენ და აი ამ გზის იქიდან მხარეს საერთოდ წყლის ნასახი არ აქვს. არა, არის გაკეთებული არის სტრუვები, მაგრამ შე წყალი საერთოდ არ მოვედინება. წყალი არ გვაქვს, ცოტა გვაქვს, ძალიან არ ყოფნის ცოტა. უშენ გაარემონტებნა. მოიძე. 61 წელში გამოყვანილი წყალია. მე თვითონ დაპროექტებაზე მე ვარ მონსტრე რომ უშო. თბილისიდან იყო მაგის იმუდერია რაღაცა იმაში უყურებდა მე ჯოხს უკევდი. მე ვარ 71 წლის ახლა. სულ გარემონტა იმის მერე ერხელ. ახეულია ტრუბები, წყალი ხარ. ზოგი არ მიდის, ზოგი კი მიდის, ზოგთან თუ მოასე. აი პრობლემებია. თანხების უქონლობის გამო პრობლემები შეექმნათ ყანების დამუშავების მხრივაც. ყანას ვერ დავხენით, ვერ დავთესეთ, ძვირია ყველაფერი, ვინც დახნა და დათესასაც უქს ვერ უშობი და კი ვართ ასე განწარების დღეში. ჭყონაგორელებმა შემოგჩეული სამედიცინო მომსახურების სიძვირეც და აღნიშნეს, რომ როგორც მედიკამენტები, ისე ექიმთან ვიზიტი მათთვის ფინანსურად მიუწვდომელია. ჯანმრთელობით და იმის სამედიცინო პოლისი იყოს და გინდა იგი მკურნალობა რომ შეძლოს ხალხმა გაჭირებულმა რომ მივიდეს და საშუალება იყოს რომ ადამიანმა თავისი მკურნალოს ხო რა ვიცი პირველი აგია და ჭყონაგორა შემდეგ ჩვენ სოფელ ჯაპანასკენ გადავინაცვლეთ. რეპორტაჟ ჯაპანადან შემდგომ საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.